მოწვევისათვის და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ეკა განსაკუთრებული წარდგენისთვის აი დასაწყისში ყოველთვის ახსენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. აუცილებლად. და დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი მაგას არ კადროლობს. წყალებში ვაუბრობთ. ის არის პუტინის ტყვე. ხო და ძალიან დიდი მადლობა ხასუსა. გივით არგამაძეც ვთვლი რომ არის პუტინის ტყვე. აუცილებლად. დანარჩენები უფრო ივანიშვილის ტყვეები არიან და ყველანი პოლიტიკოსები არიან. მაგას აკეთებ და ყოველთვის და ხაზგასმით მინდა გითხრათ რომ ეს ამაზე მადლობას მოგახსენებთ. ახლა მეორე მომენტი ის არის რომ ერთ პატარა იცით მე მიყავს ხოლმე რაღაც ისტორიული ანალოგიების გაკეთება. ხო თორ არსებას თუ ადამიანს კითხეს რა ხარ შენ? რა ხარ შენ? ისტორიულად ასე. ეს იყო მაცხოვარი, რომელსაც კიდე რა ხარ შენ და მან თქვა რა არის ჭეშმარიტების გზა, სიცოცხლის წყალი და ასე შემდეგ. ხოლო ბუდამ უპასუხა ძალიან სხვადაირად რა, გამოღვიძებული. გამოღვიეს, ბუდა ნიშნავს პირდაპირ გამოღვიძებულს. ხა მე პირდაპირ ანალოგიას კი არ ვაკეთებ, მაგრამ დღეს ჩვენ ქართულ ხალხს ჭირდება გამოღვიძება კიდევ ერთხელ. იმიტომ გამოგვიძების სხვა ეტაპებია რა. რაღაც დონეზე გამოფხიზდი, ცოტა შეფხიზდი, ცოტა რაღაცა. ეხა ფეხზე წავა, აი იმიტომ დადეკი მაგას ნიშნავს. უკვე გამოიღვიძე და ფეხზე დადეკი, იმიტომ რომ თუ ეხა ჩვენ გამოგვიძებულები ფეხზე არ დავდეკით, ქვეყანას დავკარგავთ რა. ეს რეალურად ეხა სიტუაცია ზუსტად ასეთია რა. თუ დღეს მართლა გამოგვიძებული ფეხზე არ დადეკით და მხოლოდ ვიღაცა სხვა გააკეთებ და ისევ ტახზე წამოვწევი და თქვა ტელევიზორთან უყურებ ამასა თქვა რაღაცა პოსტებსაც კი აღარ დავწერე იმიტომ დააშინეს ხალხი. კომასია ეს იმას ნიშნავს შენ დაგვაჯარიმეს ხო რეალურად რასია ლაპარაკი. და კიდევ ერთი რაღაცა მინდა თქვა. როცა ადამიანები ასე თავდადების არაჩვეულებრივ მაგალითებს გაჩვენებენ, შენ როგორ შეიძლება პასიური იყო? მე არ მესმის რა. ჯერგერთი მინდა ძალიან დიდი გულის ტკივილი გამოვხატო და ძალიან დიდი მწუხარება უდიდესი ქართველი კაცის დაღუპვის გამო ანუ ნადირაძეს გულისხმობ უდიდესი ქართველი მეომრის ეს არის გმირი კაცი და ეს გარეწრები ეს მართა თაღლითები ეს მართა რუსის მონები ხო როგორ ისიც კი არ გააკეთეს ელემენტარული არ დაახვედრეს ისე ამ შემთხვევაში მაგრამ მას დახვდა ხალხის უდიდესი სიყვარული აღიარება დაფასება ეს კარგად თქვა მისმა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა გმირმა ქალბატონმა დედამ რომ არ ჭირდებოდა ეს ამათი არაფერი იმიტომ ხალხს უყვარს ბატონი ვარო და აი ეს სიყვარული მას ბოლომდე გაყვება ხო ასე რომ რეალურად არ შემიძლია არ გამოვხატო. კიდე ხალხო შეხედეთ ვისთან გაქვთ საქმე. საქმე გაქვთ რუსის მონებთან არ მინდა ეს ძიმე სიტყვა თქვა, მაგრამ რეალურად პირდაპირ გაგებით რაღაცა საოცარ მონებთან რა. ესენი ხომ არ არიან ჩვეულებრივად ქართველები. ქართული გვარები კი აქვთ, მაგრამ ესენი ქართველები მართლა არ არიან და ამის მაგალითია დღეს რაც გუშინ მოხდა, ხო? ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა. და კიდევ არ შემიძლია კიდევ არ ვახსენებ ზვიად რატიანი, რომელიც ჩემი ხა ძალიან ახლო მეგობარი არის და ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობაა, მაგრამ ყოველდღე რო ხვდებოდი იქ და როგორი იყო და თან ვიცი რომ რაც მან გააკეთა, ეს იყო მის მიერ ჩადენილი აი ეს თავარი რა, ეს იყო უდიდესი რანგის პერფორმანსი თავისი არსით. ეს არ იყო მხოლოდ ის რომ თქვა რაღაცა გაბრაზა, ეს იყო კარგად გააზრებული მის მიერ მოქმედება, იმიტომ ადამიანს ურტყეს რამდენჯერ ციხეში რეპრესირებული პოეტი მე ასე ვუწოდე სხვათა შორის თან ამ ადამიანს ხო შეიძლება არ დაბრუნებულიყო იგივე ბერლინიდან მე რამდენიც მახსოვს ვენაში იყო ხო იმიტომ რომ რეალურად მას ჰქონდა ძალიან სერიოზული წინადადებები და ეს ადამიანი მართლა ძალიან დიდი პოეტია მე სხვა შორის არ ვიცნობდი მას როგორც პოეტს მე მეგონა რომ სხვა მისი თაობის პოეტები უფრო აქტიურები ძალიან ღრმა და კარგი პოეტია ნამდვილად ისე დაიწყეს რომ მეგონა ისინი იქნებოდნენ მაგრამ უცებ აღმოჩნდა რომ ეს არის ხო, რა ვიცი, მე მგონი დამეთანხმები და ეს არის თან როგორია, როგორც მაგალითად მუსიკაში აღმოჩნდა არ ველოდი, მაგრამ იყო ჩარკვიანი ირაკლი ხო აღმოჩნდა რომ ის ყოფილა თურმე ეპოქის მუსიკალური ჟღერადობის და სულის გამომხატველი და არა ვინმე სხვა რომელიც მეგონა, არა, თათ არ მეგონა, მაგრამ ასე იყო, აქამართაც მასე იყო და გამაოგნებელი ეს იყო, აღმოვაჩინა ამ ადამიანს ანთებული სული აქვს, ქართული მებრძოლი ანთებული სული და შედეგი ისეც არის. სხვა შორის ნაწარმოები სახელი დამავიწყე შეიძლება თქვენ გახსოვდეთ 20 წლის შემდეგ. ხო, 20 წლის შემდეგ. ეს ხო გენიალური ქმნილებაა, წინასწარმეტყველებაა და აი ოცა ამას ყველაფერს უყურებ. გაგვიძებულო ქართველებო, თუ ხართ გაგვიძებულები, გამოდით და დადეკით, იმიტომ რომ რეალურად თუ ხართ გაგვიძებულები, თუ არა, მაშინ ჩაწეკით და პირდაპირ ჩაოფშ და იყიყინეთ. ბაყაყების სხვა შორის შუა საუკუნეებში ბაყაყი იყო ეშმაკისეულის სიმბოლო. და სწორედ აი ეს ბიძინა და მისი დამქაშები ჩვენ პირდაპირ მიგვიწვევიან პირდაპირ გაგავით და მიგვერეგებიან ეშმაკისეულის და ჩვენ